Ფილავიამშენის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შემადგენლობაში გადავიდა სამინისტროში ახალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის შექმნაზე მიმდინარეობს მუშაობა, რაც სამხედრო საარემონტო სამრეწველო კომპლექსის ჩამოყალიბებას გულისხმობს. Როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე რევაზ ჭარბაძემ განაცხადა, თავდაცვის სამინისტროს შემადგენლობაში ფილავიამშენის შემოსვლის ინიციატივა თავად ავიამშენის ხელმძღვანელობას ეკუთვნის. ფილავიამშენის ხელმძღვანელი პანდიკო თორდია აცხადებს, რომ ერთობლივი მუშაობა ორივე მხარისათვის მომგებიანი იქნება და მთელი რიგი პროცედურები გამართივდება. ჩვენ დიდი ხანია თანამშრომლობთ ფილავიამშენთან, რაც სხვადასხვა სახის ტექნიკის სარემონტო სამუშაოების შესყიდვას გულისხმობს და აღნიშნული ინიციატივა ბევრ და მნიშვნელოვან საკითხებს გადაწყვეტს. არის ჩაფიქრებული სერიოზული პროგრამა, ჩვენი ქარხნის ბაზაში შეიქმნას სამხედრო მრეწველობის კომპლექსი. ამიტომ ესე იგი ჩვენც გადავწყვეტთ, რომ ვიყოთ ამ კომპლექსში ჩართული. სერიოზულად გავუმჯობესებთ სიტუაციას ჩვენს კოლექტივში, ის უფრო გარანტირებული იქნება შეკვეთებით.